ესეთი ვარიანტი ზურა ჯაფარიძე იჯდა, რომელიც საუბრობდა, რომ ერთადერთი ალბათ სწორი გამოსავალია ერთიანი სია, ყველა ერთად და მე ვუთხარი, რომ ამ კითხვას მე მელიას დაუსვამ, წარმოუდგენია თუ არა ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თავმჯდომარეს ასეთი დაპირისპირებით წამოსულს იქიდან ეს ერთიანი სია, ან ნაციონალური მოძრაობის მიღმა დიდი პოლიტიკური გაერთიანება და ლელოს გენერალურმა მდივანმა დამიდასტურა, თქვენი გვარიც ახსენა, რომ თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი ურთიერთობა და ეს დასაშვებია. მომიყევით რა არის ახლა გეგმა? დიდი მადლობა მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი გეგმა არის ერთობა, პარტია ახალი სახელით საუბრობ ახლა მეც და უსაუბრია ბევრ ჩვენს თანაპარტიელს, ნიკას და სხვებსაც. ერთობა, თუმცა სწორი ერთობა. მნიშვნელოვანია სწორი კონფიგურაცია და რაც თავარია სწორ დროს. მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ საუბარი პრაქტიკულად არის ყველას მხრიდან უკვე და ბევრი ითქვა, რომ მაქსიმალურად ერთი ოპოზიციური ხმაც არ უნდა დაიკარგოს. და ამაზე ვთანხმდებით ყველანი. მაგრამ ის რომ განსხვავებული მოსაზრებებია და საუბარი მიმდინარეობს მავანის მხრიდან, რომ იცით ერთიანი სია არის უალტერნატივო ფორმულა გამარჯვების. რა თქმა უნდა ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, არამედ რომ არ გვინდა ფიქრი ასე. უბრალოდ მიგვაჩნია, რომ იქ სადაც განსხვავებული ძალიან ერთმანეთისგან ოპოზიციურად განწყობილი ამორჩეველია, პლუს უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში ჩვენი მონაცემებით 200,000-მდე ამორჩეველი დაკარგა ქართულმა ოცნებამ და დიდი წილი ამ 200,000-დან ის ამორჩეველი იყო, ვინც წარმოგიდგენიათ, ეხა 12 წლის განმავლობაში აძლევდა ხმას ქართულ ოცნებას და მათ ეხა მოუწევთ ახალი არჩევანის გაკეთება და მე ვფიქრობ ამ ადამიანებსაც და სხვებსაც არ უნდა მოუსწროთ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ოპოზიციის პლატფორმიდან, ოპოზიციური პლატფორმიდან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რამდენიმე ოპოზიციური პლატფორმა იქნება ბევრად უკეთესი ვიდრე ერთი საარჩევნო სია და თუ კი რამე საწყენია, სიმართლე გითხრათ, აი საარჩევნო პროცესში შევდივართ და საარჩევნო პროცესში არ უნდა შევდიოდეთ სიაზე საუბრით. არ უნდა ხდებოდეს წინა საარჩევნო პროცესში ის რაც ხდება ჩვენი აზრით, თავარ სიტყვად არ უნდა იქცეს სიტყვა სია, ხომ? მე ვფიქრობ, საზოგადოებას დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა თუ კი შეთანხმებები მოხდება ოპოზიციური პარტიები, როდესაც შეთანხმდებიან, ამის შემდეგ გავაცნოთ საზოგადოებას კამპანიის წარმოება ძალიან ისა რაღაცა მაღალი ინტენსივობით ერთიანი სიის გარშემო, რომელიც 99.9% არ შედგება არის კონტრპროდუქტიული. არ შეიძლება საზოგადოების თუნდაც მნიშვნელოვან ნაწილს არა, რაღაც ნაწილს ესაუბრებოდე, არწმუნებდე, რომ ეს არის უალტერნატივო გამოსავალი და გავიდეს რაღაცა ხანი და ეს არ შედგეს. ესე იგი რაც ნიშნავს, თუ თქვენთვის ეს უალტერნატივო იყო, მაშინ აზრი აღარ აქვს ბრძოლას, ეს ასე ნამდვილად არ არის და პარტია ახალი იწყებს ძალიან მალე აქტიურ საარჩევნო კამპანიას. დრო არის ოპტიმალური იმისათვის, რომ პარტიები გამსხვილდნენ, უბრალოდ შეიქმნას ძლიერი პოლიტიკური ცენტრები, ბლოკები ვიცით არ არის და აქ დაიხარჯოს ენერგია, აქ დაიხარჯოს ძალისხმევა, მაგრამ ამის დრო არის. ვიდრე ეხლა ვისაუბროთ, რომ ხვალდაზე აუცილებლად ხელერთმანეთს ჩამოვართვათ, ემოციურად ჩვენ ვასიამოვნოთ ის ნაწილი საზოგადოების, რომელსაც მიაჩნია დააწმუნა, რომ ერთიანი სია არის გამოსავალი და საუკეთესო ფორმულა ივანიშვილის დასამარცხებლად, რაც ასე არ არის ნამდვილად. და მე ვფიქრობ, კიდევ ერთი ეპირიული მაგალითი რომ მოგიყვანოთ, აი ერთიან სიასთან დაკავშირებით, ერთობასთან დაკავშირებით, სწორ კონფიგურაციას დაკავშირებით. მე ვიყავი 2021 წელს, იცით რომელ პარტიაში? 2021 წელს ვიყავი თბილისის მერობის კანდიდატი და ჩემი მეგობრების და უდიდესი ნაწილი დღეს არის ბევრ სხვა ადამიანთან ერთად პარტია ახალში და მიმაჩნია პარტია ახალი, სადაც იქნება ის პლატფორმა, იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი შემტანი საერთო გამარჯვებაში. ჩვენ თბილისში დავთმეთ სამაჟორიტარო ოლქები და ბევრ ადამიანს გაუხარდა ემოციურად და იფიქრეს, რომ ეს არის ფორმულა, რომელიც გამარჯვებას მოუტანს და რაღაც ფართო ჟესტი გააკეთა მაშინდელმა პარტიამ, რომელსაც მე წარმოვადგენდი. რა მოხდა სინამდვილეში? საერთო კანდიდატებმა რამდენიმე ოლქში ოპოზიციის მიერ დასახელება წააგეს. მაგალითად, თაწმინდაზე წააგო, მოუგო ლელოს კანდიდატმა. არადა მხარდაჭერილი იყო საერთო კანდიდატი რამდენიმე ოპოზიციური პარტიის. დიახ, მოუგო, ხო, ეს დაწმუნებული ვარ, მანამდე ბევრს ეგონდა, რომ რახან ერთიანი კანდიდატია.
ის აუცილებლად გაიმარჯვებდა და არათუ ქართულ ოცნებას ვერ მოუგო რამშობა კანდიდატის სახით გვარს ის მის ბრალი არ იყო ხო არასწორი კონფიგურაცია იყო და ბევრმა მიიჩნია რომ არ მინდა მე ესეთი პოლიტიკური აჯაფსანდალი გაიხედა გამოიხედა დაინახა მაშინ როგორც ალტერნატივა დაინახა ხო მოიგო გასაგები და კიდევ რამდენი ერთი ოლქი იყო ასეთი და გარდა ამისა მე ვფიქრობ გუშინწინდელის შემდეგ მას შემდეგ რაც უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს ქარტიას რომელიც ინიცირებული იყო ხალბატონი ზურავიშვილის მიერ რამდენიმე პარტიამ ხელი არ მოაწერა და ეს დოკუმენტი არის მომავლის დოკუმენტი გვაჩვენებს როგორი უნდა იყოს მომავლის საქართველოს და ასევე მიგვითითებს რა ნაბიჯებია გადასადგმელი აწყოში და რა ქმედებებია განსახორციელებელი რომ მომავალ საქართველოში მოხდეთ ამ ქარტიას მნიშვნელოვან დოკუმენტს არ მოაწერეს ხელი ახლა ეს ფაქტი უკვე შედგა და კიდე საერთო სიაზე საუბრობს ვინმე იმიტომ რომ ის თუ არ გეთანხმება შენ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე და ხელმოწერას თან შენთან ერთად არ უსვამს ერთიან სიასთან დაკავშირებით ხა ბეგონი პასუხი ნათელია გავიგე ერთი წუთით მოდით ახალგაზრდებს შევხედოთ ერთად და ისევ დაგისვამთ შემდეგ სხვა კითხვებს მიდიან ისინი ქართული ოცნების ოფისისკენ არა ხმა მოგვეცით მხოლოდ უბრალოდ რა მიმართვა არის გვაინტერესებს ეს დაფიონის მიერ ორგანიზებული აქცია დაღალე რეჟიმი სულელობით მიდიან მოკლედ ახალგაზრდები ქართული ოცნების ოფისისკენ და ხო ეს ყოველდღიური აქციები უნდა იყოს მიზანმიმართულად და იმისათვის რომ რეჟიმი დაიღალოს ეხლა ძნელი გამოსაცნობი არ არის რომ იქ ძალიან ბევრი ალბათ პოლიციელი დახვდება ამ ახალგაზრდებს ნიკა ანუ დღეს რაღაცნაირად მეჩვენება რომ ზურა ჯაფარიძეც უფრო თითქოს საუბრის განწყობაზე იყო გულწრფელ პასუხებს და ეხლა შენს პასუხშიც რაღაცა ერთი გულწრფელი საკითხი შემოვიდა თქვი პრაქტიკულად რომ ხო საუბრობთ ლელოსთან ხო? არა ჩვენ საუბრობთ ძალიან ყველა არა ბევრ პარტიასთან საუბრობთ და კარგია რომ საუბრობთ ეს ხო ირაკლი კუპრაძე მოდი რა მიედმოებდეს გარეშე ჩემი მხრიდან პირდაპირ დაგისვამთ კითხვა არა შენ არა ჩემს თავზე თქვი პირდაპირ დაგისვამთ კითხვას თქვენ ლელო გირჩი დროა მეტი გირჩი მეტი თავისუფლება და დროა იქნება თუ არა ეს პოლიტიკური ცენტრი და აქვე არის ვარაუდი რომ შესაძლებელია ანადოლიძეც იყოს აქ არა მე ჩვენ სხვა ვინც თქვენ არ ჩამოთვალეთ არ მოხდა თქვენ ჩამონათვალში სხვა პარტიასთან ორ პარტიასთან კიდე გვაქვს საქმიანი საუბარი ოღონდ ეს არ ეხება იმ საკითხს რომელიც უნდა აღსრულდეს რაც უახლოეს პერიოდში 2-3 კვირაში ხო საჭიროება დადგება გამსხვილების მსხვილი ოპოზიციური ცენტრის ჩამოყალიბების პარტია ახალი აქ მიიღებს უმნიშვნელოვანეს და მე ვფიქრობ შეიძლება გადამწყვეტ როლსაც ითამაშებს სხვებთან ერთად რა თქმა უნდა მაგრამ მხოლოდ ამ პარტიებით ჩვენ არ შემოვიდა არიან ესეთი პარტიები მითხარით საინტერესო არა ეს საინტერესო ჩემის აზრით იქნება საბოლოო გადაწყვეტილება რომელსაც მიიღებს ესა თუ ის პარტია მაგრამ ეს გადაწყვეტილება ყველა ვარიანტში ერთად დაკავშირებით როგორი კონფიგურაციით გამსხვილდება ესა თუ ოპოზიციური პლატფორმა ეს საკითხი მე ვფიქრობ ბევრად უფრო საინტერესო ექსპერტებისთვის უნდა იყოს და რა თქმა უნდა ჟურნალისტებისთვის ნორმალურია მაგრამ პოლიტიკოსებმა ახლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ საარჩევნო კამპანია საარჩევნო კამპანია უნდა დავიწყოთ რომელიც გულისხმობს საზოგადოებასთან მჭიდრო კომუნიკაციის დამყარებას და მე ვისურვებდი რომ საერთო ერთიან სიაზე კიდევ ერთხელ რომელიც ნუ უკვე ვერ შედგება კიდევ ერთხელ გახარია ეს პარტია ხო არ მოაწერა ხელი ატივისტებმა ბატონ შალვა ნათელაშვილს არ მოაწერა ქარტიას მისი არგუმენტებია ხო ну ესე იგი ეს აპრიორი ნიშნავს რომ ერთიანი სია უკვე ვერ იქნება იმიტომ ამ დოკუმენტზე თუ ვერ ვთანხმდებით სადაც ნათელია ყველასთვის როგორი სახელმწიფო გვინდა რაზე ვთანხმდებით რა შეთანხმება იყო როგორ უნდა იყოს სასამართლო როგორ უნდა იყოს სხვადასხვა სახელმწიფო შტო აი აქ თუ ვერ შეთანხმდა რამდენიმე პარტია ხა ერთიან სიაში მით უმეტეს თავს როგორ დაინახავს და ეს გაუთავებელი საუბარი ერთიან სიაზე რამდენიმე პარტიის მხრიდან აქ ზურაბ ჯაფარიძეს არ გულისხმობ და არ დავაკონკრეტებ ვის გულისხმობ არ უნდა დაემსგავსოს საკუთარი პრობლემების მოგვარების მცდელობას იცით ეხლა აქ არ არის საუბარი მარტო ნაციონალურ მოძრაობაზე ხშირად საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობად ერთიან სიაში თუ იქნა ხმა დაიკარგება მე კი მგონია რომ ძალიან ბევრი ადამიანი სახში დარჩება
გულახდილად მგონია რომ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება თუ სახში. ერთიანი სია იქნება. თუ ყველა ერთად ვიქნებით, დიახ, ძალიან ბევრი ადამიანი ოპოზიციად განწყობილი მიგდება რომ მას არ აქვს არჩევანი და წაართეს თქვენ კი არ გიხართ რაღაცეებზე როცა არ გინდა თქმა როცა გიმეორებენ მაგრამ აი ამ წამს მომწერა ჩემმა ერთმა კოლეგამ რომ იმ 1-2 პარტიაშიო რომელზეც ეხა ნიკამ თქვაო რომ კიდე სხვებთანაც მიდის ლაპარაკი არიან ასევეო ევროპული საქართველო ან ევროპულ საქართველოსთანაც რა თქმა უნდა გვაქვს ანუ გაქვთ ევროპულ საქართველოსთან გიგაბოკერიას პარტიასთანაც გაქვთ ლაპარაკი იმაზე რომ შესაძლებელია ერთიან ცენტრში ყველანი ერთად იყოთ პლატფორმაზე დასუსტებული ინფორმაცია არა მე არც ვალავ ეხა ხო ეთერში გუნახავს ამ მახურებელს ევროპულ საქართველოს ლიდერებიც და ჩვენი პარტიის ლიდერებიც ამიტომ ერთიან შეხვედრებს ვესწრებით საუბრობთ ბევრ საკითხზე თუმცა არანაირი კონკრეტული გადაწყვეტილება არა თუ არ არის მიღებული ანუ საკითხი საუბრობთ სხვადასხვა თემებზე ამჯერად სხვადასხვა საკითხებზე თუმცა ამ მიმართულებით ჯერ საუბარი ჩვენსა და ევროპულ საქართველოს შორის არ გახსნა. მაგრამ არ გამორიცხავთ რომ ამ ცენტრში ისინი წამოჩნდნენ. რა ფორმულას მოემსახურება ივანიშვილის დამარცხებას, რეჟიმის დამარცხებას, იმ ფორმულის ერთგულები ვიქნებით უნდა გჯეროდეს. და კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ არ ეხება მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, აი სიმართლე ძალიან მიკვირს. მიკვირს რომ დღემდე ამდენ საუბრობთ ერთიან სიაზე რომელიც არ გეკითხებით არა თქვენ არ გულისხმობთ არა ინგა თქვენ არ გულისხმობთ საარჩევნო კამპანია ხო არ ჯობია დაიწყოს ყველა პარტიამ ძალიან სწრაფად და პარტია ახალი აი აქტიურად დღეს მთელი დღის განმავლობაში ხა ოფისიდან მოვდივართ უბრალოდ შესაძლებლობს არ ქონდა ვერც ეს საინფორმაციო გამოშვებასაც კი ვერ ვუყურე მე პირადად ეჭვმა ძალიან ბევრმა ხო მაგრამ ნუ ერთიან ნაციონალური მოძრაობა როდესაც ერთიან სიაში იქნება ნუ განიზიდავს ლაპარაკი ვერ ამორჩება აი ხარ არა მარტო ერთიან ნაციონალური მოძრაობა საუბარი გახარიას პარტია როდესაც ერთიან სიაში იქნება იგივე შეიძლება ჩვენი პარტიის ამორჩეველმა ბევრმა ხარდაჭერმა და სხვა პარტიის ამორჩეველმა ზურგი აქციოს ასეთ კონფიგურაციას აქ არ არის მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაზე გახარიას და მის ამორჩეველს ჭირდება თქვენთან ისევე და გახარიას თავისი მისია აქვს სამარჩევლო ისევე როგორც ქართული ოცნების მომხრე ბატონო არავის არ ვესწრით თავს ამიტომ არც ის პარტია უნდა ჩავაყენოთ არც გახარიას პარტიას უნდა ჩავაყენოთ უხერხემლო და 24 საათი ხა კამპანიურად არავის თავს არავინ არ უნდა მოახვიოს ივნაბიჯის გადადგმა რომელიც მიაჩნია რომ კონტრპროდუქტიული იქნება და ნამდვილად იქნება კონტრპროდუქტიული და კონკრეტული მაგალითი მოგვიყვანეთ ხა ვიღაცას თუ იმისი მოლოდინი აქვს ხა და იმისი ასე თქვათ უხერხულობა ექნება რომ შესაძლებელია ამ არჩევნებზე დაბალი მაჩვენებელი აჩვენოს პროცენტებში გამოსახული და გამოხატული და ამიტომ უნდა რომ რაღაცა დამალოს ეს მისი ნაკლი და ერთიან სიაში მოაქციოს საკუთარ ეს ხო არ არის პარტიული ეს არ არის პარტიული არჩევნები მაგრამ პარტიული არჩევნები არ არის არ ნიშნავს რომ ჩვენ მხოლოდ უნდა ვისაუბროთ რუსულ კანონზე და ვისაუბროთ ივანიშვილზე და ვისაუბროთ რუსულ საფრთხეებზე ეს ძალიან კარგად იცის ახლა სხვა საკითხებიც აინტერესებს საზოგადოებას ნამდვილად და აქ მოიძებნება სივრცე სხვა საკითხებზე მოდით სანამ სხვა საკითხებზე გადავალთ ჩემთვის აზრით აიღოს ვიცი ხა ვიღაცა აიღოს თავისი მონაგარი მოიტანოს დიდყურობაში იმ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ვინც გადაწყვეტს მათთან თანამშრომლობას და წარმატებები მათ მე მიმაჩნია რომ ძვირფასი პროცენტები იქნება ის ნებისმიერის გამომუშავებული იქნება 10-12 მე მიმაჩნია ეს არის ის რაც უნდა იყოს დიახაც გულობთ 10-12% 13 კი ბატონო ნაციონალურ მოძრაობამ მოუყაროს თავი სხვა ოპოზიციური პლატფორმები ან მეც ან ნაკლებს მოკლედ გამოიმუშავებენ ბრძოლით და მუშაობით და საერთო ჯამში ჯამი უნდა გავზარდოთ. ჯამი უნდა გავზარდოთ და ეს ერთი და იგივე საუბარი ყოველ დღეს სიაზე არის ჩემთვის უკვე ყველაფერთან ერთად არაგუწველი ბევრის მხრიდან ბევრს ნამდვილად გავუგებ და გუწველები არიან მე ვფიქრობ ჩვენ ცოტათი მეტი შეიძლება გამოცდილება გვაქვს მათ შორის მე და გავიმეორე 2021 წელს დაახლოებით სხვა ტიპის არჩევნები იყო მაგრამ ასეთი ერთობა ჩვენ გამოვაცხადეთ თბილისის მასშტაბით ამან არ იმუშავა არ იმუშავა და რატო იმუშავებს ახლა ან აპრიორი ვიცით რომ ერთიანი სია ვერ იქნება პარტია რომელიც ვიმეორებ მაპატიეთ რომ დაუუსვათ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი ამ საკითხს
არ აწერს სალომე ზურაბიშვილის ჩემისაც უახლოესი თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში მნიშვნელოვან დოკუმენტს ხელს და ასეთი პარტია რამდენიმეა და მათ აქვს თავიანთი მოსაზრებები და მათი გაწყვეტილების რევიზიაში არავინ არ შევა და მით უმეტეს არც მე ამით უკვე ნათელია ეს პარტიები აღარ იქნებიან ერთიან სიაში. შესაბამისად გარდაუვალია რამდენიმე სხვილი გავიგეთ და ერთი წუთით აქ გავჩერდეთ. შესაძლებელია ჩემი კალამი რომ დამიბრუნოთ. არა, გეტყვით რატომ ჭირდება. უყურეთ, ლელო ესე იყო ჩამოწერილი, ანუ პრიორიტეტების მიხედვით არ ვალაგებ, წეგან ირაკლი კუკაძესთან დავწერე. ლელო ახალი გირჩი მეტი თავისუფლება დროა და აქ დავამატო ვინც შეიძლება ამ ცენტრში აღმოჩნდეს ევროპული საქართველო. არა, დაამატეთ კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ამ წუთას გვაქვს სხვა პრიორიტეტი. გავიგე რომ სხვა პრიორიტეტი გაქვს, მაგრამ ეს რომელიც გულისხმობს საარჩევნო პოლიტიკურ საარჩევნო ბრძოლის ყველა პარტიასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეიძლება არა, ევროპული საქართველო ახალი თემა შემოვიდა ეხლა ამ სავარაუდო გაერთიანებაში ჩვენ მაინდა-მაინც არა ბაბატი ერთ-ერთი სუბიექტი და ამიტომ აკონტროლებს. თუ ჩვენ საუბრობთ, თუ არც ერთი ოპოზიციური ხმა არ უნდა დაიკარგოს, რა თქმა უნდა, ხა ევროპულ საქართველოსაც რატო ვინმე უნდა აქცევდეს ზურგს, ხო? არა, რა თქვია ზურგს აქცევდეს, ძალიან საინტერესო. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა, ჩვენთვის ამოცანა იქნება, რომ ხმა არ დაიკარგოს არც ერთი ოპოზიციური. არც მაგალითად ლეიბორისტული პარტია ხო არ მისაუბრია, მაგრამ ნუ ნამდვილად არ მინდა რომ ეს წარმატებები ბატონ შავას, მაგრამ არ მინდა ნამდვილად რომ ლეიბორისტული პარტიის ამორჩეულთა ხმებიც დაიკარგოს და ამ ყველაფრისთვის ჩვენ გვაქვს დრო სწორ დროს, სწორი კონფიგურაციით წარსდგება პარტია ახალი პარტნიორებთან ერთად, რომელიც იქნება ბევრად უკეთესი და ეფექტური ფორმულა, ვიდრე ფორმულა, რო იცით რა, ყველანი ერთ ქვაბში ჩავეყაროთ და ასე დავამარცხებთ. არა, ვიცნობ, არ მინდა თეორიულად რო ვისაუბრო, ვიცნობ და არც თუ ისე ცოტა ადამიანს. კიდევ ერთხელ ვამბობ, თავს უფლებას მივიცემ, არ ჩათვალოს არც ერთმა ნაციონალური მოძრაობა, ვისაც ხარს უჭერს. არავინ არ ჩათვალოს, მაგრამ ნუ ფაქტების კონსტატირებას ვახდებ. ბევრ ადამიანს ვიცნობ იმ შემთხვევაში, თუ პარტია ახალი იქნება საერთო სიაში, მაგალითად, პარტია ახარიას პარტიასთან, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, ბევრი ამომრჩეველი არ მივა. აი ნუ მე ჯერა რო არ მივა და მით უმეტეს მგონია ინგა კანცელარიასთან უნდა გადავინაცვლოთ მაგას რომ დაასრულებთ მაგ ფრაზას დაასრულეთ ნიკა დაასრულეთ და გადავინაცვლოთ არა მით უმეტეს როდესაც ზუსტად ვიცით რომ არა აქვთ მათ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ჩვენ გვაქვს ბარიერის გადალახვის პრობლემა და არც რამდენიმე სხვა პარტიას მოდი შევქმნათ რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური ცენტრი და ასე წარსდგეთ საზოგადოების წინაშე რომ განსაკუთრებით ქართულ ოცნებას რა ხარდაჭერაც ჰქონდა და მოაკდა და არასოდეს ისინი მათ არ მიუბრუნდებიან, იმიტომ დეკლარირებული აქვს რუსული საგარეო პოლიტიკური კურსი, მიეცეს კომფორტი იმისათვის, რომ შემოხაზოს რომელიმე ოპოზიციური პარტია. ეხა წარმატებები მით უმეტეს ეხა იმ პარტიის დამფუძნებელს აქვს ის მდგომარეობა, რაც აქვს მიხეილ სააკაშვილს არის ციხეში გამოკეტილი და ეს ისტორიული უსამართლობა მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულება შეიძლება ჩამოყალიბებოდა მე მერაბიშვილთან კერძელაშვილთან, მაგრამ ეს არის პარტია ნაციონალური მოძრაობა არის მიხეილ სააკაშვილის, მერაბიშვილის, კერძელაშვილის და ათასობით კი არა, ათობით ათასი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი არასოდეს არ მოვა და არასოდეს არ მოგცემს ხმას იქ, სადაც იქნები იმ ადამიანებთან ერთად ვისაც მიაჩნია რომ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ხალხი არ უნდა იყოს იქ სადაც შეხარ. არ გიშვებთ, კითხვები მაქვს თქვენთან. უბრალოდ მაყურებელს მინდა ეხლა უთხრა რომ აქციამ ახალგაზრდების აქციამ, დაფიონის აქციამ გადაინაცვლა სახელმწიფო კანცელარიასთან, პრემიერის კანცელარიასთან, სადაც თქვენ ხედავთ ასევე ძალიან ბევრ პოლიციელს. მარიამი შემოგვიერთდება კვლავ. მარიამ, ველოდით რომ ქართული ოცნების ოფისთან მივიდოდნენ ახალგაზრდები, მაგრამ ხედავთ რომ პრემიერის ადმინისტრაციასთან მიხვედით. ახალგაზრდები მარიამს მოусმინოთ თუ შეიძლება. იქამდე სანამ მივიდოდნენ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან, მანამდე მოსულიყვნენ ირაკლი კობახიძის სამსახურთან და ხედავთ რომ სწორედ ამ წუთებში მოვიდნენ ახალგაზრდები, სტუდენტები ირაკლი კობახიძის სამსახურთან, ვინც აპროტესტებდა მთელი ამ თვეების განმავლობაში რუსულ კანონს. აი, უნდა გაჩვენოთ ახლა საპოლიციო მობილიზება, რომელიც არის ირაკლი კობახიძის სამსახურთან.
კითხვა ოპერატორს გამომყვეს. ხედავთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით არის გადავსებული მთელი ეს პერიმეტრი. აქ არიან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ხედავთ კადრში აქ არის ვაჟა სირაძეც, რომელიც ხელმძღვანელობს ამ ღონისძიებას. სრული მობილიზება გამოაცხადა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მიცოდნენ, რომ აქ მოვიდოდნენ აქციის მონაწილეები და ასე კორდონად არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, განლაგებულები და როგორც ჩანს აქ მოვიდნენ პოლიციის მაღალჩინოსნებიც. აი ხედავთ ახალგაზრდებს, რომლებიც მოვიდნენ ახლა ირაკლი კობახიძის სამსახურთან. აქ სიმბოლურად ექნებათ მათ მიმართვები ამბობენ, რომ მთავარი გზავნილი დღეს არის ის, რომ უნდა დაღალონ რეჟიმი, რომელიც მთელი ამ თვეების განმავლობაში მათი განმარტებით ებრძვის სწორედ ახალგაზრდებს. ამის შემდეგ ჩვენ უკვე მსვლელობით გადავინაცვლებთ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან და სავარაუდოდ იქაც იქნება განსაკუთრებული მობილიზება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების. ეს არის კანცელარიის ის ეზო, რომელიც რამდენიმე თვის წინ სპეციალური რკინის ღობით იყო შემოსაზღვრული, თუმცა ეს ღობე უკვე არის მოხსნილი და სწორედ ეს ტერიტორია დაიკავეს ახლა ახალგაზრდებმა. საქართველოს ევროკავშირის დროშებით არიან ისინი მოსულები სასტვენებით. აქ წუთი-წუთზე უკვე დაფიონის წევრები, ვისი ორგანიზებითაც გაიმართა დღევანდელი ეს მსვლელობა, გააჟღერებენ მთავარ გზავნილებს და ამის შემდეგ ჩვენ უკვე მივალთ მთავრობის ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან. აი ესეთი ვითარება არის ახლა კანცელარიასთან. თქვენ ერთ მხარეს ხედავთ აქციის მონაწილეებს, მეორე მხარეს კი ხედავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების უპრეცედენტო მობილიზებას. ისინი რამდენიმე კორდონად არიან განლაგებულები და ბუნებრივია ისინი დარჩებიან აქ იქამდე, სანამ ახალგაზრდები არიან. ირაკლი კობახიძის სამსახურთან, მათ შორის ამ ახალგაზრდებთან ერთად არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ის სტუდენტები, ვისაც ყოველ შაბათს უკითხავს ხოლმე ირაკლი კობახიძე ლექციას და ახალგაზრდები ამბობენ, რომ კობახიძეს მათი ხმა არ ესმის, სწორედ ამიტომ დღეს სიმბოლურად მოაკითხეს მათ სამსახურთან საკუთარ ლექტორს დაიწყება აქ უკვე მთავარი გზავნილები და ჩვენ ბუნებრივია დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში, როდესაც ჩვენ უკვე მსვლელობით გადავინაცვლებთ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან, სადაც სავარაუდოდ უკვე სამზადისი პროცესი უკვე არის დაწყებული და ძალოვანი უწყების თანამშრომლობის ნაწილი უკვე იქნება მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული. ნიკა, აი ჩვენ კვლავ დაუბრუნდებით მიმართვები რომ დაიწყება ამ აქციას. კითხვა მინდა ასეთი დაგისვათ. თქვენ ახსენეთ პრეზიდენტის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ქართული ქარტია და ერთიან სიაზეც თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ. ასეთი კითხვა, ასეთი თემა შემოვიდა, ხომ არ შეიძლება რომ აი ამ ხელმომწერი პარტიების სამომავლო პრეზიდენტობის კანდიდატი აღმოჩნდეს მაგალითად სალომე ზურაბიშვილი. მე ვისურვებდი, რომ მსგავს საკითხი დღის წესრიგში დადგება საერთო ოპოზიციურმა მოძრაობამ, პარტიებმა, პლატფორმებმა და კონფიგურაციებიც იქნება მიიღონ მნიშვნელოვან ასევე საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსური გადაწყვეტილება. რაც შეეხება პარტია ახალს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. რა გადაწყვეტილება ეს დადებითი თუ უარყოფითი, როცა ამის აუცილებლობა და საჭიროება დადგება, ბუნებრივია პარტია ახალი ამ საკითხს ნათელს მოფეს. ჩვენ ამ საკითხზე გვაქვს დამსჯელი, ჩვენ მეტიც ეს გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, უბრალოდ რა გადაწყვეტილება იქნება ამას ანუ ნამსჯელი გაქვთ და გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული, რომ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილი იყოს ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი და თქვენ ამას მხარს დაუჭერთ, ხო? არა, ცოტა სხვაგვარად ვთქვი. იმ შემთხვევაში თუ დღის წესრიგში ეს საკითხი დადგება, ჩვენ მიგვაჩნია რომ საერთო გადაწყვეტილება იქნებოდა პარტიების მხრიდან მისასალმებელი ამ ერთობის წყურვილი საზოგადოებაში არსებობს და ეს დოკუმენტიც, რომელიც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის არის ჩვენის აზრით, სწორედ აი ამ წყურვილს აკმაყოფილებდა გარკვეულწილად, პლუს თუ კიდევ სხვა საკითხებზე შევთანხმდებით, მათ შორის ეხლა საერთო საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია გვექნება, რა თქმა უნდა, მეტიც გითხარით, ეს პოზიცია არის ჩამოყალიბებული, თუ როგორი იქნება, ეხლა როცა ამის აუცილებლობა დადგება და ჩვენი პოზიციის გასაჯაროება და დაფიქსირება გახდება საჭირო და გარდაუვალი იქნება ეს, ჩვენ ამას ვიტყვით.
უფრო სავარაუდოდ კი ასე პარტიამ ვეფიქრობ მიუხედავად იმისა რომ ხა გვაქვს ამის უფლებამოსილება მეგობრებისგან კოლეგებისგან პარტიული კოლეგები და მეგობრები მხედველობაში მე ვფიქრობ უპრიანი იქნება რომ ეს სწორ დროს სწორ მომენტში სწორ კონტექსტში მოხდა მაგრამ უფრო კი ხო არ ვიცი ჯერ საკითხი თუ დადგება როგორი მოთხოვნაც იქნება ისე მიწოდებას არა, უბრალოდ კადრი წარმოვიდგინე, მე ხო ჟურნალისტი ვარ, ტელევიზიაში ვმუშაობ და კადრი წარმოვიდგინე ნიკა გვარამია პრეზიდენტის შეწყალებული ნიკა გვარამია რომ ამბობს რომ მხარს უჭერთ იყოს ჩვენი ერთიანი კონკრეტული ადამიანების ხა მე შორეულ კონკრეტული ადამიანების ხარდაჭერა ამ ხარდაჭერაზე ხო არ დგას საკითხი აქ საკითხი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რუსული რეჟიმის დამარცხება აუცილებელი და ეხა ნიკა რომელიც აქტიურ პოლიტიკაში და პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოვიდა მართლა დიდი სურვილით რომ მისი წვლილი შეიტანოს იქ სადაც საჭიროა გაერთიანებები, იქ სადაც საჭიროა ერთობები, უბრალოდ არც მაშინ და არც ახლა ისიც არ ფიქრობს და ერთად არ ფიქრობ რომ ეს ერთობა და გაერთიანება აუცილებლად ერთიანი სია მე მეწმუნეთ სხვა დანარჩენი რა იყო წარსულში ვინ იყო მართალი, ვინ იყო მტვანი, არის ნამდვილად მეათე ხარისხოვანი და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს არ ჩემი დამოკიდებულება იცით ნაციონალურ მოძრაობასთან, ამ ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში და იმ გვარებთან დაკავშირებით, რომლებიც იცით რომ ფლობენ პარტიას და ასე შემდეგ, ხო? ესეც არ იქნებოდა ჩემთვის შემაფერხებელი ფაქტორი, ნაბიჯი გადამედგა, უბრალოდ ჯამის გაზრდა არის. ხმების ამოცანა და არა უბრალოდ საზოგადოების ძალიან საინტერესო ინტერვიუების დღე არის აშკარა ჩვენს ეთერში. მაგალითად სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ახლა მოისმინეთ რაც თქვა ნიკა მელიამ რომ პარტიას აქვს უკვე ამაზე ნამსჯელი რომ შესაძლებელია თუ დადგება დღის წესრიგში შესაძლებელია არ გამოვრიცხოთ მოკლედ რომ მხარი დაუჭირო რომ ის იყოს მათი კანდიდატი ზურაჯა ფარიძემ დაადასტურა რომ ბუკა პეტრიაშვილი მიდის სავარაუდოდ გირჩსა და დროაში ასევე ბატონმა ნიკა მელიამ სრულიად ახალი ინფორმაცია დაგვიდასტურა რაზეც აქამდე ჩვენ არ ვსაუბრობდით რომ უკვე მოლაპარაკებების დონეზე არა პლატფორმაში ყველას ერთიანად ამ წუთას გადაწყვეტილებაზე გაერთიანებაზე მაგრამ ლაპარაკი უკვე დაწყებულია ევროპულ საქართველოსთან მოკლედ ქართულ პოლიტიკაში ძალიან ბევრი სიახლეა კულუარებში, რომელიც ალბათ არჩევნებამდე ყველა ვარიანტში გახდება საჯარო და ნიკა არჩება დიდი დრო ამ არჩევნებამდე. მაინც ძალიან ცოტა დროა და რითი გადიხართ ამ არჩევნებზე? მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს თავის არჩევას. ქუჩაში მრავალათასიანი მიტინგები ამაზე მეტყველებს და არიან ადამიანები, ვისაც ხმამაღლა არ შეუძლია ამის თქმა, რაღაც პოზიციების გამო, მაგრამ აუცილებლად გააკეთებენ არჩევანს, მაგრამ აი კიდევ ერთხელ რა სიტყოდით, მათ ვინც შეიძლება ეხა ფიქრობს, რომ აღარ მინდა მე ქართული ოცნება, მაგრამ გაიმარჯვებს კი ოპოზიცია? და როგორ გაიმარჯვებს? ხო, წავლენ ქართული ოცნება ხელისუფლებიდან. ქართული ოცნება წასულია უკვე. წასულია და ეს თავადაც რომ იცის, ამიტომაც არის სჩადის იმას, რასაც სჩადის და თუ კი ადრე ძალადობდა, თუ კი ადრე ჩადიოდა დანაშაულს, არც ერთს და არც ორს, არ მთელი ციკლი ჰქონდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ტიპის დანაშაულის ჩადენისა, ის აბრალებდა ეფემერულ განაწყენებულ ხალხს, თითქოს რაღაცა ჯგუფის საზოგადოების გაუსწორდა ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლს ასე შემდეგ. დღეს უკვე უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში პირველად ხდება როგორც აი ნამდვილი ტერორისტული ორგანიზაცია თავის თავზე იღებს პასუხისგებლობას ძალადობის შემდეგ. ისინი აღიარებენ ყველა ძალადობას, რომ ისინი სჩადიან, არათუ უბრალოდ არიან ორგანიზატორები, ისინი სჩადიან, მერე ამ ძალადობის დამადასტურებელ აუდიო, ვიდეო, ფოტო მასალას ტვირთავენ, ბრიფინგებს აწყობენ საკუთარი პარტიული ცენტრალური ოფისიდან და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორც ნამდვილი კლასიკური ტერორისტული ორგანიზაცია დანაშაულზე, ძალადობაზე პასუხისმგებლობას იღებს.
ეს ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება არის წასული და ამ ყველაფერს რატო აკეთებს, რატო იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას საჯაროდ ძალადობაზე, ვინაიდან აი ეს რეაქციული და რევანშისტული ნაწილი ამორჩევლებისა, ხარდაჭერებისა, რომლებიც უბრალოდ რაღაც ანგარებითი სურვილით არიან, ხოლო ქართული ოცნების ამორჩეველი შემორჩა და არ აინტერესებთ ქვეყანა გავითარდება დასავლეთის მიმართულებით თუ რუსული მიმართულებით, აი მათ მიუტანონ ადრენალინი. აი ამ ძალადობამ მათ მოგვაროს სიამოვნება, ერთის მხრივ ანახონ მათ ქართული ოცნების აი ამ მოლაპარაკე თავებმა, რომ მიუხედავად გაჭირვებისა, მიუხედავად დასავლეთის გადაკიდებისა, მიუხედავად ჩვენი შეცდომებისა, მიუხედავად ბიძინას არასახალბიო მდგომარეობისა, მიუხედავად საერთაშორისო იზოლაციისა, აი ჩვენ ვძალადობთ, ჩვენ კლასიკური ტერორისტული პოლიტიკური ორგანიზაციისავით ვიღებთ პასუხისმგებლობას დანაშაულებზე, ამიტომ ნუ გეშიგნიათ გამხნევდით. და ეს გამხნევება მიემართება მხოლოდ ძალიან ვიწრო ჯგუფისათვის, რომელიც არანაირად არ არის საკმარისი, რომ რაიმე ტიპის წარმატებაზე იფიქროს ადამიანმა, სუბიექტმა, ქართულ ოცნებამ არჩევნებში და 300,000 ადამიანი როდესაც გამოვა წვიმიან ამინჩი და მიხარია ერთ-ერთი ვიყავი იქ მეც ხო? არასებობს ეს ხელისუფლება არ წავიდეს. შეუძლებელია და იმაზე მძიმე ეფექტი ექნება ქართული ოცნების მოძალადეების დასანქცირებას, ვიდრე მათ თავად გონია, ვიდრე ჩვენს კი გონია. იქნება ეს სავიზო, ასე ვთქვათ, რეჟიმის შემოღება კი არა, აკრძალვა უბრალოდ დასავლეთში, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების უფლების ჩამორთმევა და ამას აუცილებლად მოყვება ევროპაში იგივე შეზღუდვები და სამწუხაროა რომ უკვე იმ მიჯნაზე ვართ, რომ ევროკავშირმა დროებითი ღონისძიების სახით ამოქმედოს გამაფრთხილებელი დიახაც სანქცია 6 თვიანი ვადით, რომელიც სამწუხაროდ შეეხება ყველა ქართველს. არ უნდა დასავლეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის სახელმწიფოებს, რომ ტოტალიტარული მართლაც რაღაცა დიქტატორული რეჟიმი ჩამოყალიბდეს, იმიტომ რომ შეშინებულია ივანიშვილი და შეშინებულია კალაძე, შეშინებულია ღარიბაშვილი, რომ არ ამხილონ ისინი ყველაფერს თავი დავანებოთ ძიმე დანაშაულებებში მომავალში. სასამართლო ოდესაც იქნება დამოუკიდებელი, გამოძიება იქნება სამართლიანი, ეს ყველაფერი მოხდება. ნუ შეგვაჩვია, საიდან მოვიდა, მართლაც ხო სასახლეები აიშენეს, ძვირფასო მაყურებლობ ხო სასახლეებში ცხოვრობენ, მოსამართლეები, რომლებსაც 3,500 ლარი აქვს, ხელფასი 4,000 ლარი, კარგით 6,000 ლარი ქონდეს, ხელფასი თავის პრემიებით ხო ცხოვრობენ 3-4-5 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლებში და მასობრივად ხდება საიდან, ემსახურებიან რეჟიმს და არა მართლმსაჯულებას და სამართალს და შესაბამისად ამ ადამიანებს შიში აქვთ, თუ ხელისუფლება აქ იცვლება, თუ დემოკრატიული წესწყობილება მყარდება, თუ ინსტიტუტები იქნებიან მოკლედ დამოუკიდებელი და სამართლიანი და ობიექტური, ყველანი გავიგებთ. ეხლა მე ვიცი, თვითონვე ნერვიულობენ შიგნით ქართულ ოცნებაში სხვა პირები, თუ კი ფინანსური სანქცია დაუწესდა, მათ და დაუწესდებათ ამ მოძალადეებს. ვინაიდან ეხლა ყველამ ხო არ იცის იქ ვის რა ქონება, უძრავი ქონება აქვს საზღვარგარეთ. არა ერთმანეთსაც უმალავენ. ახლა შეიძლება ვიღაცამ იცის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სახლი აქვს, მაგრამ ვიღაცამ არ იცის სხვის შესახებ და ფინანსური სანქციის დაწესების შემთხვევაში ეს ყველაფერი ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ესე ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით, როდესაც ყველა გაიგებს, მათ შორის საკუთარი გუნდის წევრები, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 სახლი კი არა, 5 სახლი აქვს და ესპანეთში, იტალიაში და არ ვიცი კიდე სად, მერწმუნდეთ, დამატებითი უხერხულობა შეექმნება ბევრ ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ ლიდერს და ნუ ასევე როდესაც ფინანსური სანქცია წესდება, წარმოვიდეთ ელემენტარულად ვიზა ბარათი და მასტერ კლასის ბარათი აღარ გაქვს შენ როგორც მოქმედ ქართული ოცნების დეპუტატ, ამავე დროს ბიზნესმენს. ვინაიდან შენ მოყევი ძიმე ფინანსური სანქციის ქვეშ. ანუ 21 საუკუნეში ჩვენიერ დღეს ქართული ოცნების ვითომ დეპუტატები, რომლებმაც მიიტაცეს ხელისუფლება, აღმოჩნდებიან ელემენტარულად საბანკო ბარათების გარეშე. ყველაფერს თავი დავანებოთ, არა? და პლუს რა უძრავი ქონებაც აქვს საზღვარგარეთ და შესაძლებელია აი ვიწრო ოჯახის წევრთა ჯგუფის გარდა აი ხო არა შორეული ნათესავი კი არა მეტნაკლებად ახლო ნათესავი
მაგრამ ნუ 20 საათიანი ურთიერთობა რო არ გაქვს. იმათმაც რო არ იციან და უცბად რო აღმოჩნდება, პირობითად ვამბობ, ხა არ პირობითად ხა თალაკვაძესთან დაკავშირებით, თუ თალაკვაძეს ხა 6 ან 5 ან კალაძეს ან ნებისმიერ სხვას აქვს ბოლო წლებში შეძენილი ძალიან ძვირადღირებული სახლი, სასახლეები, ძალიან დიდი სკანდალი დამატებით მოყვება თვითონ შიგნით ქართულ ოცნებაში. ამიტომ ქართული ოცნება ამ არჩევნებს ვერ მოიგებს, რაც არ უნდა მოხდეს. მადლობა. და ამისათვის საჭირო არის ბევრი მუშაობა, სწორი გაერთიანება, სწორი ერთობა, სწორი კონფიგურაცია, სწორ დროს. მადლობა ნიკა, რა ხდება პოლიციასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რაღაც საუბარია, ნიკა არ გახვიდეთ, თუ შეიძლება ერთად მოусმინოთ ამას რაც ხდება. საზოგადოებას შორეხულად ისაუბრე, მოგიწოდებ. სიტყვერი შეურაცხყოფა აქ ერთად რაც არის, აქ საუბრობთ მოდავდებით. მე პირადად როგორც რომელი მოხდით არის სამართალდამცავი. მე იურიდიულზე ვსწავლებ ძალიან მაინტერესებს. რომელი კოდექსის მიხედვით და რომელი აგზავნეთ თქვენი არქივია რა. მე გითხარით და გაგარკვიეთ. თქონდა პირველ კურსის სტუდენტი. რანებს უბრალოდ მიხედო საქმეს რა. აგაზაიგით რომ გაითვალისწინე რაც გითხარით. მაშინ მარიამს კითხავს იქვე არის მარიამ მაკასარაშვილი. მარიამ რა შეუბნება ბატონი სირაძე? გაითვალისწინე რაც გითხარი რა მოხდა? ახალგაზრდებმა წესით სრულობით უნდა გადაინაცვლონ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან, თუმცა გეგმები ასე ეცვლებათ ახალგაზრდებს, ამიტომ უცნობია ისინი რა ტერიტორიაზე წავლენ. პირდაპირ ეთერში ვარ უკაცრავად რა ტერიტორიაზე წავლენ და სწორედ ამას მოყვა დაპირისპირება. ვაჟა სირაძე მიმართავდა ზვიად ცეცხლაძეს, რომ მას ეთქვა რა ტერიტორიაზე უნდა წავიდნენ იმისთვის, რომ საპატრულოთა პოლიციის თანამშრომლები მას გააყვრენ. შევეცდები ახლა მოგასმენინოთ ეს დიალოგი, რომელიც მოგიწოდეთ კორექტულად. გააგზავნეთ ახლა მოძრაობა. მაგრამ მე მაინტერესებს რომელი მოხსნით ახლა. მე როგორც მოქალაქე მუხს გააგებიათ კიდევ ერთხელ განმეორდება ეგრე. ხო და შეიძლება წინასწარ ზვიად კარგი შეწყვიტეთ ახლა. კარგი. აქ პოლიციის შეურაცხყოფა კი არ არის მიზანი. აქ არის პოლიციასთან საუბარი და პირდაპირ ეთერში ვარ, გითხარით რას მოყვა დაპირისპირება. უკაცრავად პირდაპირ ეთერში ვარ, გითხარით დაპირისპირება რას. კი, გასაგებია. აქ ჩვენ ვახსენეთ, რომ პოლიცია უნდა იდგეს საზოგადოების მხარეს და მაშინ, როდესაც რეპრესიებში ვართ მოქცეული, მაშინ, როდესაც ფიზიკურად გვეხებიან, სიტყვილს შეურაცხყოფას გვაყენებენ, აქციებზე როგორ გვარბევენ, მაგას აღარ ვიტყვი. აი ქუჩაში რომ დადიან ზონდერები, ტიტუშკებს რასაც ვეძახით, ტელეფონებზე რომ გვირეკავენ და გვაგინებენ, როდესაც ფიზიკურად უსწორდებიან მოქალაქეებს ქუჩებში. ამის კადრები ხო არსებობს, არა მე ხო არ მომიტანია. აი ამაზე ვახსენეთ, რომ ეს მორალურად მიუღებელია და ზოგადად სამოქალაქო წინააღმდეგობა, რასაც ჩვენ ვეწევით, გულისხმობს მორალზე აქცენტის გაკეთებას, მორალური წნეხის შექმნას და პოლიციელებს მიმართება საზოგადოებასაც, რომ როდესაც ისინი ფორმას ჩაიცმევენ, თუ ისინი ამ ფორმაში სულ საქმეს გააკეთებენ, ფორმას რო გაიხდიან, ეს ცუდი საქმის გაკეთებული ლაქა რჩებათ მათ. სწორედ ეს უთხარი. მოვიდნენ და მეუბნებიან, რომ ეგ არისო დარღვევაო და შემდეგ ჯერზე დაგაკავებთო და როდესაც ვეკითხები რომელი მუხლით, ძალიან მაინტერესებს. თუ სამართალ დარღვევაა, მითხრა მართლა მაინტერესებს. კონკრეტული მუხლით, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვარ, პირველი კურსის და ძალიან მაინტერესებს. როდესაც ვიღაცა მემუქრება, უბრალოდ მაფრთხილებს, კარგი ბატონო, უნდა გამაფრთხილოს რომელი მუხლით მემუქრებიან. რაზე და ეს არის პოლიციის შეურაცხყოფა. ხო, მორალზე აქცენტის გაკეთება, შეურაცხყოფელად მიიღეს. თუმცა მორალზე იმის ხაზგასმა, რომ პოლიცია მორალურად არის ჩვენთან დამოკიდებული. ვიცი ხო, საზოგადოების წინაშე დადეს. ეს ფული, რომელიც მათ უხდიან, ხელფასებს ვითაც უხდიან, ეს ხო საზოგადოებიდან მოდის, არა? და როდესაც ამაზე მორალური აქცენტი გავაკეთეთ, მათ ის რომ აი მსგავსი სტილისტიკით რაც ისაუბრეო, ეგო პოლიციისთვის შეურაცხმყოფელი არისო და ეგო არის კანონდარღვევაო. ხო და კითხე რომელი მუხლი არის, თქო იმის გამო კი არ ვკითხე. რა თქმა უნდა, პოლიციის შეურაცხყოფის მუხლი არსებობს, მაგრამ მაგას აქვს თავისი ახსნა განმარტება. დეფინიცია მაინტერესებს
ზუსტად. ესენი რასაც შეურაცხყოფად მიიჩნევენ, რამდენად შეურაცხყოფელია. არა, არ დაუსახელებიათ კონკრეტული მუხლი. ამას აქ ორი ახსნა. ან ესენი რაზეც აკეთებენ აქცენტს, ესეთი მუხლი არ არსებობს, ეს ერთი, ან მეორე ჩემთვის უფრო მართალი რაც არის, რაც მე წარმომიდგენია, რომ თვითონ ძალიან კარგად არიციან საქართველოს კანონმდებლობა კონკრეტულ მუხლს ვერ ასახელებენ. დიდი ალბათობით ესა. რას გთხოვდათ ვაჟესიერებდა რა უნდა? აი ეს სიტუაცია არის ახლა სახელმწიფო კანცელარიასთან ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ. არაადეკვატური ვიქნები ახლა ამის მერე ეს კითხვა რომ დაგისვათ, მაგრამ დღეს ძალიან აქტუალური იყო თქვენი ვიდეოები სოციალურ ქსელში რაც გავრცელდა და იმდენმა მომწერა, კითხეო, უნდა მეკითხა რა კარგი იყო. ოღონდ ძალიან მომეწონა, ძალიან არაჩვეულებრივი ვიდეოები. მე ვფიქრობ, ყველა ადამიანი ვართ, ჯერ მეგობრის ქორწილი იყო. არა, გეწყინათ რო გავრცელდა თუ პირიქით. არა, მეწყინა პირიქით, ეხლა გადასავალი არ მაქვს. მეგობრები ვიყავით მეგობრის ქორწილში, წარმატებაზე ბედნიერებას უსურვებ. წყვილს და ახლა ვინმეს თუ მიაჩნია რომ პოლიტიკოსი არ შეიძლება ცეკვავდეს, ახლა ცეკვით რუსთაველის გამზირზე ვაპროტესტებდით ბოლო 2 თვის განმავლობაში, ახლა ქორწილში მით უმეტეს უნდა ვიცეკვოთ ჩემის აზრით, რაც არ უნდა რეჟიმს ვებრძოდეთ. დიდი მადლობა თქვენ და წარმატებები. მადლობა ნიკა, წარმატება მინდა გისურვოთ, მოკლედ მალე ჩამოყალიბდით, აღარ დარჩა. ჩამოყალიბებულები ვართ, პარტია ახალი ძალიან მალე ვიცით კამპანიას. პარტია გავიგე, მაგრამ ცენტრზე გეუბნებ. ცენტრად შეიძლება ამისი დრო არის. წარმატებები. დიდი მადლობა, ეს იყო ნიკა მელიას რეაქცია რეკლამა